დიდება შენ და ღმერთო, იყოს ნება შენი, ამინ. სახარება მათესი თავი მეორე. ხოლო როდესაც იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს. და თქვენს, სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. ეს რომ გაიგო, შეწირწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერისმწიგნობარნი და გამოიკითხავდა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე. ხოლო მათ უთხრეს მას იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ. და შენ, ბეთლემ, იუდეას ქვეყანაო, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხავდა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამს და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა, წადით და გამოწვილვით გამოიძიეთ ყმრის ამბავი. გამოწვილვით ნიშნავს დაწვრილებით რაღაცა, კარგად რომ გამოიძიებ რა ამბავს, მაგას ნიშნავს. ანუ ზედაპირულად კი სიღრმისეულად რომ გამოიძიებ რაღაც ამბავს, მაგას ნიშნავს. გამოიძიეთ ყმის ამბავი და როდესაც პოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ და ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყმა იყო, ხოლო მათ ვარსკვლავის დანახვისას ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას და გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცივნენ თავიანთ ქვეყნად, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა, ადექი, წაიყვანე ყრმა